საპარლამენტო სხდომას და ვემშვიდობებით ბატონ გია ხუხაშვილს. ვიცი თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და კიდევ ერთხელ აქაც დაგვიდასტურეთ თქვენი პოზიცია. მეც თქვენსავით მჯერა, რომ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი საკუთარ და ძლიერ ლეგიტიმურობის მატარებელია, რომ ამითი ის იმსახურებს სხვა ხარისხის ნდობას, ვიდრე ერთი ან მეორე უმრავლესობის მიერ არჩეულისა და შესაძლებლობა ეძლევა, რომ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ითამაშოს შემწყნარებელი, გამაერთიანებელი როლი და გახდეს სახელმწიფოს ერთიანობის, უწყვეტლობის და სუვერენობის სიმბოლო. ასევე პატარა ქვეყნისთვის არც თუ მნიშვნელოვანია ისიც, რომ საგარეო სფეროში პრემიერთან და საგარეო მინისტრთან ერთად საშუალება გქონდეს, რომ ძლიერი მოთამაშე პრეზიდენტობის დონეზე გამოვიყვანოთ ასპარეზზე და ამითი გავზარდოთ ჩვენი ცნობადობა, საზღვარგარეთ აქტიურობა და ეფექტურობა. პრეზიდენტის სიმბოლო ქვეყანაში, რომელსაც გააჩნია 1000-წლოვანი მონარქიის ტრადიცია, უძველესი ევროპაში, ალბათ გულთანაც ახლოს არის ბევრთათვის და შესაძლოა მომავლის ნიშანიც კი. სამწუხაროდ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ამ სიმბოლოს არ თუ ვერ გაუფრთხილდით ისე, როგორც სასურველი იქნებოდა. სამწუხაროდ, ის მრავალთავიანი საგარეო წარმომადგენლობა მსოფლიო მოედანზე გადააქციეთ სამარცხვინო შეჯიბრად და ქიშფობის საგნად. სამწუხაროდ, გაერთიანების და მიუკერძოებლობის სიმბოლოს მაგივრად ნელ-ნელა თქვენი ქეცით საზოგადოების ერთი ნაწილის პოზიციების განხმოვანებლად. და დღესაც ალბათ ვნახავთ თქვენსა და ერთ ფლანგის პოზიციათა შორის დიდ მსგავსობას. და გადახვედით სახელმწიფო მოღვაწეობიდან პოლიტიკურ არენაში. სამწუხაროდ, თქვენ როცა შეირგეთ პირველი დღესვე ამ ადგილზე თქვენივე დანიშნა, თქვენვე მაშინ კითხვის ქვეშ დააყენეთ პრეზიდენტის არჩევითობის პრინციპი. სამწუხაროდ, როცა შეწყალების დროს თქვენი ახლობლების მიმართ უფრო მობიერებას იჩენთ, ვიდრე უპატრონო მოქალაქეების მიმართ, თქვენვე თქვენ მორალურ ავტორიტეტს აქვეითებთ. სამწუხაროდ, როცა ვეტოთ იმხმალაობთ იმის მაგივრად, რომ ეს ბერკეტი გამოიყენოთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როცა ნამდვილად დემოკრატიული ან სახელმწიფოებრივი პრინციპი ირღვევა და საფრთხის ქვეშ დგება, და ამის მაგივრად, რომ იგეჩვიათ საზოგადოება ჩვეულებრივ აზრთა სხვაობას, ჯანმრთელ დისკუსიას და ურთიერთაზრების პატივისცემას, თუმცა ეს მხოლოდ თქვენზე არ არის დამოკიდებული და ამის მაგივრად დაპირისპირების და დაძაბვის მაგალითს აძლევთ, ამით თქვენი გამაერთიანებელი და შემწყნარებელ როლს აკნეინებთ. სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ მართლაც ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით და დღემდე ველოდები თქვენს მიერ გამოთქმულ პოზიციას უცხოეთში მაცხოვრებელ ჩვენ თანამემამულეთა მიმართ მათთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ძალიან ადვილად შეეგუეთ და სააკაშვილის დაწესებულ პრეზიდენტებს მიერ მინიჭების პრაქტიკაც მოირგეთ და მადლობებსაც კარგად ღებულობთ. ამ დროს არ გიფიქრიათ, რომ ეს პრინციპი არის დისკრიმინაციული, არაევროპული, უკარგავს ჩვენ მოქალაქეებს სახელმწიფოსთან მჭიდრო ურთიერთცხოვრების სურვილს და ჩართულობის საშუალებას. უკარგავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს საშუალებას, რომ დღეს ევროპის ვიზებით ის პოლიტიკას ზურგს უმაგრებს და საერთოდ, რომ ეს არის პატარა ქვეყნისთვის უგუნური და წინ დაუხედავი გულგრილობა. დღევანდელ სიტყვაში არათუ მოქალაქეობის საკითხზე, რომელიც საკონსტიტუციო დისკუსიაში
ერთ-ერთი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და რომელზედაც არ გიკითხავთ ქუთაისელების აზრი, თუმცა აქედან არიან ძალიან ბევრი წასულნი ემიგრანტები, არამედ საერთოდ არაფერი გითქვამთ ჩვენ უცხოეთში მყოფი თანამემამულეების ბედზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 1/4-ს წარმოადგენენ, მეც თუ არა. და ბოლოს სამწუხაროდ სახელმწიფო მეთაურისთვის თქვენ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიების საკითხზე ახალი სიტყვა ვერ თქვით. შემოიფარგლეთ ლოზუნგ დაასრულებინეთ ფრაზა. ასრულებ. როცა რაც დრო გადის, უფრო ჩვენ საწინააღმდეგოდ ვითარდება სიტუაცია და ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს სჭირდება მეტი, ახალი სიტყვა და სტრატეგიული ხედვა, ერთიანი ფიქრი და აქტიურობა. სწორედ ამ საკითხის მოგვარებაში გვჭირდება პრეზიდენტის მეტი ძალა და მეტი ერთობა. გმადლობთ.